მამუკა ხაზარაძე უნდა ჩაგვერთოს ახლა პრინციპში მე მას ვხედავ უკვე და იმედია მასაც ესმის ჩემი. დავიწყოთ მამუკა პირველ მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერი რომ ესეთი თანაგუნდელი მყავს, როგორიც არის ვეფხო კასრაძე, ღირსეული ქართველი, მეომარი, რომელმაც არც ერთი ქვეყნის გასაჭირი დროს არც ერთი ბრძოლა არ გამოტოვა, იყო წინა ხაზზე, არის მაგალითი ოსურ ქართული მეგობრობის ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი პირდაპირ უყურებს ცხინვალს და ბევრი ოსი ყავს შეფარებული და ოსებსაც დიდი პატივი აქვს მისთვის ნაცემი, არის ხუთი შვილის მამა და გულანთებული ქართველი. ის შეთითხნილი ბრალდება, რომელიც ვეფხოს და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ესე თქვათ, აი ხა რასაც ჩვენ უყურებთ, შეკერილი, ეს ყველაფერი გაივლის, ვეფხოს ვერავინ ვერ გატეხავს და ასევე მინდა გითხრათ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ვეფხოს, საერთოდ და დღეს უნდათ რომ წარმოადგენთ თითქოს რაღაცა ჯგუფურ დანაშაულში იღებდნენ ესენი მონაწილეობას. მე მინდა თითოეულ მათგანს აი ამ სიმხნევისთვის ვეფხოს და ვასილის თამადობით არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ცეცხლაძე მინდა თითოეულ მათგანს არ მინდა ვინმე გამორჩეს. მადლობა უთხრა მხნეობისთვის და უთხრა რომ ყველაფერი მაგრად იქნება. ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა ტყუილის და ცილის წამების წინააღმდეგ. ეს არის ერთხელ და სამუდამოდ ბრძოლა საბჭოური მენტალობის და განთავისუფლებისგან, რასაც ბიძინა ივანიშვილი აი 12 წელია ცდილობს, რომ საქართველო შეიყვანოს, ასე თქვათ, ამ საბჭოურ დააბრუნოს საბჭოეთში და იყოს, ასე თქვათ, რაღაცა იმის ნაწილი, რასაც ქართველი ერი გამოექცა. ამიტომ ჩემი კიდევ ერთხელ სოლიდარობა, მადლობა თითოეული სიტყვისთვის, თითოეული დღისთვის, რაც ისინი იქ უძლებენ და აქვე მინდა თქვა, რომ ის ახალგაზრდა, რომელმაც თავის შეყვარებულს ხელი თხოვა სასამართლო დარბაზში, რომელსაც რეჟიმი უკადის დაახლოებით 6 წელს საპატიმროში არარსებული ბრალდების გამო, მინდა მას პირველ რიგში მიულოცო და უთხრა, რომ საკანში თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ და აი ამ ახალგაზრდებს ვერავინ ვერ დაამარცხებს. ამ სიყვარულს ვერავინ ვერ მოერევა და დადგება დრო, როცა ის ადამიანები, რომლებიც დღეს პროკურორების სახით, მოსამართლეების სახით აი ამ ახალგაზრდებს და ამ თავისუფლება მოყვარულ ადამიანებს შეთითხმულ ბრალდებას უკერავენ ბიძინა ივანიშვილის თამადობით. ისინი წარდგებიან არა წინა ხელისუფლების და გადმობარებული სასამართლო პროკურორების წინაშე, არამედ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე. სამართლიანი სასამართლოს წინაშე, სადაც ყველა მიხვდება თუ რატო დაისაჯა ადამიანი. ბატონო მამუკა. აი ეს თქმა მინდოდა და კიდევ ერთხელ ხნეობა და გამძლეობა ამ ჩვენ პოლიტპატიმრებს. იმისთვის რომ ის რაც ეხლა თქვენ საუბრობთ, რეალობად იქცეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრები თავისუფლებაზე იყვნენ და მიზანი რის გამოც ისინი იბრძვიან შედეგად იქცეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის პოლიტიკურ შემადგენელს, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდების და არა მარტო ისინი არიან ზუსტად ამ დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც არა მარტო თქვენს რაც პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება, არამედ წარსულსაც. ამაზე მინდოდა ცოტა მეტი გვესაუბრა, ამიტომაც გთხოვეთ ჩართვა და მათ შორის ეს თემა უკავშირდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს. ჯერჯერობით ბევრი რამ არის ბუნდოვანი, უკრაინასთან მიმართებაში იქნება ეს თუ ზოგადად რა პრინციპებს დაეყრდნობა ახალი მსოფლიო წესრიგი, მაგრამ ერთი რამ რაც უკვე ზუსტად ვიცით, უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიის იმ კომპონენტს, რომელიც ამერიკის სავაჭრო ინტერესებს, სავაჭრო გზებს და
პორტებზე მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისა და ძალების კონტროლის შემცირებას და გავლენებისაგან მათ გამოყვანას უკავშირდება. ამ მხრივ ანაკლის პორტი მისი ფუნქცია, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ჩინეთისა და მათ შორის ირანის გავლენების შეკავების თვალსაზრისით რეგიონში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ტრამპის და რესპუბლიკელების ადმინისტრაციის პირობებში. ამასთანავე საქართველოს მთავრობამ და პროპაგანდის მანქანამ ბევრი დრო დაუთმო იმ ინფორმაციის გავრცელებას და მის ექსპლუატირებას, რომ 600,000-ზე მეტი დოლარი თუ არ ვშტები თუ ფუნტი თუ ევრო იქნა გადახდილი არბიტრაჟში საქმის დამთავრების შემდეგ. აი ეს ორი ინფორმაცია დავაკავშიროთ ერთმანეთს და იქნებ თქვენ თავად მოგვეხმაროთ იმ კითხვაზე პასუხის გაცემაში, რა კითხვითაც თქვენი ამ თემისადმი მიძღვნილი პოსტი დაამთავრეთ. რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი დღეს რეჟიმმა და მისმა პროპაგანდამ? კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, მე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რაც მიმდინარეობდა არბიტრაჟო დავა, შეზღუდული ვიყავი კომენტარების გაკეთებისგან. ეხლა შემიძლია კომენტარების გაკეთება უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და მე მგონი დადგა დრო რომ ყველამ გაიგოს რეალურად რა მოხდა ანაკლის გარშემო. ჯერ მოდით მოვიხილოთ რა მოხდა, რატო აღელდა ესე ქართული ოცნება და მისი პროპაგანდისტული მანქანა ბოლო კვირის განმავლობაში. ზუსტად ერთი კვირის წინათ გიორგი ორპარტიულმა სენატორთა ჯგუფმა, რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა შეიტანეს კანონპროექტი, სადაც ისინი ითხოვენ ყველა პორტის იდენტიფიკაციას მსოფლიო მასშტაბით და შესაბამისად იმ ჩინური ასე ვთქვათ გაფართოების შეჩერებას, რასაც ჩინეთი ახორციელებს პორტების საშუალებით. რამე თუ მოგეხსენებათ, რომ ერთი მხრივ, ერთი გზა, ერთი სარტყელის კონცეფცია მოიცავს ჩინეთის ქვეტექსტს, რომელიც არის სამხედრო ზეგავლენის გაფართოება მსოფლიო მასშტაბით და პირდაპირ არის ამ კანონპროექტში დავალება სახელმწიფო მდივანზე, თავდაცვის მდივანზე, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ შეჩერდეს ჩინური პორტების ესე ვთქვათ გაფართოება და იგი ჩანაცვლებული იქნას ამერიკული პორტებით, ამერიკული ინვესტიციით. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 2 კვირის წინათ ასევე მოხდა პანამაში 2 პორტის, პანამის ორივე არხის, ორივე მხარეს 2 პორტის, რომელიც ეკუთვნოდა ჰონგ-კონგში დაფუძნებულ ერთ-ერთ უზარმაზარ კომპანიას ჰაჩისონს, რომელიც 20 წლიდან უკვე ჩინური აქტების ქვეშ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგი, ესე ვთქვათ, თითქოს დამოუკიდებელი ბიზნეს სუბიექტის საწარმოებელი ქვეყანა იყო, იცით, რომ 2020-დან, როცა გავრცელდა მასზე ჩინური კანონმდებლობა, უკვე ის აღიქმება როგორც ჩინური კომპანია და სწორედ მათ, აი ეს პრეზიდენტ ტრამპის ბოლო ინიციატივებით, შესაბამისად, მათ ეს 2 პორტი მიყიდეს ამერიკულ უზარმაზარ ფონდს, ეს არის BlackRock. ანუ ეს პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, მე განცხადება, რომელიც გავაკეთე ამ ანაკლისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კიდევ მინდა შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რომ პრაქტიკულად ევროპული ამერიკული ინვესტიციის ექსპროპრიაცია გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თავისი აი ამ დაგეგმილი სპეცოპერაციით. Ну, ჩვენ ინვესტიციაზე აღარ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ როგორც ნათქვამია, შინაოგდელს შენდობა არ აქვს და დაახლოებით ამ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მათ გააგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გააგდეს ქართული ოცნების მთავრობამ, გააგდო ამერიკელები და ევროპელები ანაკლის პორტიდან, როცა ის მათ უკვე 80 მილიონ დოლარზე მეტი ქონდათ ჩადებული. მერე იყო სასამართლო პროცესი, საარბიტრაჟო დავა, სადაც ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანაკლის კორპორაციამ, ანუ ამ აქციონერებმა მიმართეს მთავრობას რამოდენიმეჯერ ოფიციალურად და ამის გადამოწმება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ არსებობს ეს წერილები, სადაც უთხრეს და შესთავაზეს, რომ საარბიტრაჟო დავაში დახარჯულ თანხას ჯობია რომ მოვრიგდეთ და გავაგრძელოთ ანაკლის პორტის მშენებლობა. მე შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ ტემპი, რომლითაც მიდიოდა ანაკლის, ესე ვთქვათ, პორტის განვითარება 2020-ში უნდა ყოფილიყო დამთავრებული და პირველი გემი უნდა მიეღო მას. ჩვენ ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი ხელისუფლებისაგან და რეალურად მოხდა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში
ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნების მთავრობამ დახარჯა 60 მილიონ ლარზე მეტი და ეს ციფრი არის არა საარბიტრაჟო საბუთებიდან ამოწეული, არამედ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან, ეს არის საჯარო ინფორმაცია, 60 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს არბიტრაჟის იურიდიულ მომსახურებაში, მათ დაქირავებული ყავდათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული კომპანია White & Case და გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ანაკლის სპორტი ეს კონტრაქტი მოეკლა. აქვე მინდა თქვა, კითხვა ალბათ გაუჩნდება საზოგადოებას, რომ რატო წავაგეთ ჩვენ ეს პროცესი და რა დაგვეკისრა, ესე თქვათ, ამ წაგების გამო. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა ის პოლიტიკური მდგენელი, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქმეში. თქვენ იცით, რომ ანაკლის სპორტის ბოლო ესე თქვათ, აკორდი იყო ის, რომ რატო ვერ მოხდა ბოლო თანხების ესე თქვათ განთავსება, რომ ჩვენს წინააღმდეგ, ჩემს და ბადრის წინააღმდეგ დაიწყო, მე შევახსენებ საზოგადოებას, ფულის გათეთრების საქმე. დაგვიყადაღეს ანგარიშები, რომელიც რამოდენიმე წელი იყო გაჩერებული, სასამართლო პროცესი დაიწყეს, მთელი საერთაშორისო მედიით გაავრცელეს, რომ ჩვენ ვართ თურმე ჩართული ფულის გაეთრებაში და ყველაფერი გაიყინა. მიუხედავად ამისა, ბოლო 50 მილიონი დოლარის გარანტიაზეც თქვენს უარი, ანუ ეს იყო ბოლო აკორდი სახელმწიფოს მხრიდან, რაც ითხოვდა არა ჩვენი კორპორაცია, არამედ საერთაშორისო ბანკები, რომელთანაც ხელი მოწერილი იყო 400 მილიონ დოლარის ინვესტიციაზე და ამით ჩაშალეს ეს პროექტი. სამწუხაროდ არბიტრაჟმა გაითვალისწინა მხოლოდ და მხოლოდ ის ამბავი, რომ ჩვენ მქონდა ვადა, რომელიც იწურებოდა 2019 წელს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გაჩერებული ანგარიშებით და აი ამ სასამართლოში სიარულით ბუნებრივია ვერ მოვახერხეთ, რომ მიგვიყვანა ეს საქმე ბოლომდე, მით უმეტეს სახელმწიფომაც უარი თქვა, მაგრამ დახარჯა 60 მილიონი ლარი. ამავე დროს ჩვენც დავხარჯეთ თანხას არბიტრაჟის სასამართლოში, მე არ მაქვს დასამალი არაფერი, ჩვენმა კორპორაციამ დაახლოებით 30 მილიონი ლარი დახარჯა ამ დავაში, ანუ 100 მილიონი ლარი. ამ შემთხვევაში ჩვენი ფული დავხარჯეთ 30 მილიონი ლარი, ანუ ინვესტორებმა, ამერიკელებმა, ევროპელებმა, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული, რომ მოეკლა ანაკლი. ანუ 100 მილიონი ლარი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჭირდებოდა ანაკლის სპორტს დამთავრებისთვის. აი ამ მავნებელ ხალხთან აგვაქვს ჩვენ საქმე. აქვე მინდა გითხრათ, გიორგი, ერთი დადასტურებით, რომ თუ ჩაიხედავთ იუსტიციის სამინისტროს, ესე თქვა, ამ ვებგვერდზე ნახავთ, რომ 240 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას საერთაშორისო დავებში და ერთ-ერთი საქმე, რომელიც ასევე ესე წააგეს, ეს არის ნამახვანის საქმე, სადაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს ჯამურად, თლიანად ჩვენ სახელმწიფო უნდა გადავიხადოთ ზარალი მილიარდი ლარი თურქული კომპანიის სასარგებლო. მილიარდი ლარი ეს არის უზარმაზარი თანხა, მაგრამ წარმოგიდგენიათ რასთან აქვს საქმე. ბატონმამუკა, აი ის თანხა, რომელიც დაიხარჯა ორ მხრივ მომსახურებაში, თუმცა ძირითადი და უფრო დიდი ნაწილი საქართველოს ბიუჯეტიდან გარანტიის სახით და არა ქეშის სახით, გარანტიის სახით, რომ მართლაც გაცემული იყო. 2020 წელს ანაკლია დამთავრდებოდა, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და ამ დერეფანზე მოთხოვნის, ესე ვთქვათ, ფანტასტიკურად გაზრდამდე, ეს სპორტი უკვე ფუნქციური იქნებოდა, შეასრულებდა თავის მოვალეობას და თქვენი დაანგარიშებით საქართველოს ეკონომიკა მის გეოპოლიტიკურ ფუნქციას რო დროებით შევეშვათ. დაახლოებით რა მასშტაბის მოგებას ნახავდა ამ 5 წლის განმავლობაში, ახლა 2025 წელია. გიორგი, თელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ 2020-ში ანაკლის სპორტი მიიღებდა პირველ გემს. ამავე დროს დაწყებული იქნებოდა ანაკლის ქალაქის მშენებლობა იაპონელებთან ერთად, რომლის გენგეგმა გაკეთებული ჰქონდა ჩვენ და იაპონიის მთავრობამ გრანტიც კი გამოყო მის დასაფინანსებლად და ხელი ჰქონდა მოწერილი 3 მილიარდიან საკრედიტო ხაზზე აზიის განვითარების ბანკთან, ეს დოკუმენტაცია არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ. ანუ დღეს ჩვენ მარტო ანაკლის სპორტიდან, ახლა მშენებლობის დროს რამდენი ადამიანი მიიღებდა სამუშაო ადგილას ერთი თემაა, მაგრამ დამთავრების მერე ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ფუნქცია ქვეყნის იქნებოდა აბსოლუტურად სხვა. ჩვენ ვისაუბრებით რამოდენიმე 1000 სამუშაო ადგილზე ანაკლის სპორტში და დაახლოებით 10-დან პირველ 5 წლის განმავლობაში 10-დან 15000 სამუშაო ადგილზე ანაკლის ქალაქში უკვე
ესე თქვა იმ გადამამუშავებელ მრეწველობაში, რომელიც იქ შეიქმნებოდა იაპონელებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. აი ეს დაკარგა ქვეყანამ. გავიდა 7 წელი და დღეს არანაირი ჩანასახი არ აჩანს. ნახეთ, 50 მილიონი დოლარის გარანტიაზე იყო საუბარი და ესაც იყო სიმბოლური, აქ მინდა ხაზი გაუსვა. 50 მილიონ დოლარის გარანტიას დებდნენ აქციონერები. 50-დან 60 მილიონ დოლარამდე ევროკავშირიდებდა სპეციალური ფონდით, ესე თქვათ, თავის გარანტიას და უბრალოდ უნდა სახელმწიფოსგან დაენახათ, რომ ამ პროექტში გრინფილდი ქვია, ანუ სტარტაპი პროექტია ყველა ვარიანტში, ანუ ახალი პროექტი იყო, რომ სახელმწიფო რაღაც რისკს იღებდა. და ამაზე თქვა უარი შეგნებულად, იმიტომ კი არა, რომ 40 მილიონის პრობლემა ქონდა სახელმწიფოს. უბრალოდ პროექტის ჩაგდების ერთ-ერთი ტექნიკური საკითხი იყო ეს. მათ იცოდნენ, რომ ამაზე უარი თქმა გამოიწოდა ბანკების მხრიდან თავიანთი წიანდების უკან წაღებას. ქართული ეკონომიკა ამ 4 წელიწადში რა მოგებას ნახავდა, რო გაიარდა მარტო ანაკლის სპორტიდან გარანტირებულად მარტო ანაკლის სპორტიდან გარანტირებულად თლიან შიდა პროდუქტში ანაკლის სპორტი მიიღებდა მონაწილეობას 1.7%-ის ოდენობით. ეს უზარმაზარი პროცენტია თლიან ეკონომიკის. რამდენიმე მილიარდზე პრინციპში. დიახ, რა თქმა უნდა და რაც ყველაზე მთავარია, გაჩნდებოდა უზარმაზარი შესაძლებლობა სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. აღარ ვლაპარაკობ ეხლა მე მგონი ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრე და დასავლეთ საქართველოში ამ საწარმო და ამ ასე თქვათ ცენტრის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და აფხაზეთი იქვია და ასე შემდეგ. ბატონო მამუკა, ჩვენ რადგან ბევრი დრო არ გვაქვს, ეს თემა მინდა რომ ძალიან მოკლედ შევაჯამო და დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ დავიწყეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის სტრატეგიით ამ ნაწილში, რაც ნამდვილად ესე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ჩანს, პორტების მიმართ ინტერესი, სავაჭრო გზები, ჩინეთის გავლენის შემცირება და ასე შემდეგ. ამ ფაქტორმა არა მარტო საქართველოს დღევანდელ რეჟიმთან მიმართებაში, საქართველოს აქტუალიზაციის კუთხით რა როლი შეიძლება ითამაშოს, რომ ჩვენდამი ინტერესი გაღვივდეს და გახდეს სერიოზული, რომ ამან იმოქმედოს მომავალი 4 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებზე, რაც შეიძლება პოზიტიურად. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში არანაირი პოზიტივი ესე თქვა მოლოდინი არ გვაქვს. თუნდაც ამ რეჟიმის გაშვების პოლიტიკის ნაწილში გულისხმობ თუნდაც. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მე მინდა ყველას, ვინც ჩვენ გვისმენს, ვინც ჩვენი მომხრეა, ამორჩეველი, ვინც არ არის ჩვენი ამორჩეველი, დარწმუნებული ვარ, თქვენ გადაცემას ოცნობის ამორჩეველებიც უსმენენ, ამორჩეველიც უსმენს. მე მათ მინდა უთხრა, რომ ამ ტყუილში ეს ქვეყანა კატასტროფისკენ მიემართება. იმიტომ რომ ოცნებამ და ამ სისტემამ, ამ ტყუილების სისტემამ ქვეყანა მიიყვანა უფსხულის პირას. ეხლა რაც შეეხება აი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, იგივე მოლაპარაკებას, ამერიკულ-უკრაინულ მოლაპარაკებებს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა ჩნდება ჩვენთვის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ომის შეწყვეტის და ზავის დადების, რაც მე პირადად მინდა გითხრათ, რომ ეჭვეპარება რუსეთი ამას დათანხმდეს, მაგრამ ზავის დადების პირობებში ეს არ იქნება უცბად, ესე ვთქვათ, გადასვლა მშვიდობიან რელსებზე, საქართველოს იღებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმ ფუნქციის შესრულებად, რომელიც მან უბრალოდ ღმერთმა მიანიჭა თავის გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. შეერთებული შტატების ინტერესი არის უზარმაზარი ნედლეულის გამოტანა, მინერალების გამოტანა ცენტრალური აზიიდან და ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა ეს არის საქართველოს გზა. ამას ჭირდება ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გყავდეს, დელეგაციები უნდა იყოს შეერთებულ შტატებში, ევროპაში, არ დაგავიწყოთ რომ ჩინურ ევროპული მოლაპარაკება მიმდინარეობს და საპირწონეთ ამერიკულ, ესე ვთქვათ, იმ პოლიტიკისა, რომელსაც ის ტარიფების სახით ევროპას უწესებს და აი აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ევროპული ინვესტიციით, რომ კარიბჭე იყოს ცივილურ დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და კარიბჭეს მე ვეძახი ანაკლიას, მათთან ერთად და ქართველებთან ერთად, ესე ვთქვათ, გარანტირებულად აღებული, რომ ჩვენ გავხდეთ კავკასიის კარიბჭე ცენტრალური აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროპას შორის და არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოსი, მით უმეტეს ჩინეთის, არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება მის დაშვება, ეს უნდა იყოს მრავალ
ქვეყნის და უმეტესობა აქ უნდა კონდეს ევროპულ ქვეყნებს და ამის მერე შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა მოიწვიოს თუ ეკონომიკური ინტერესი იქნება ჩვენ ქვეყნისთვის საინტერესო. ამიტომ ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური შანსი. კიდევ ერთხელ გვაქვს უნიკალური შანსი, მაგრამ მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქოთ. ბიძინა ივანიშვილი არ არის ამ ქვეყანაში იმისათვის მოვლენილი, რომ მან ქვეყნის ეროვნული ინტერესები და მისი გრძელვადიანი სტრატეგიები განავითაროს. ამ ადამიანს არც ხედვა აქვს და პირდაპირ გეტყვით, არც ბიზნესის კეთების უნარი. მე არ მინახავს, ფულის კეთება კი. როცა სახელმწიფოსთან ახარ, ესე თქვა, გადაჯაჭვული, FSB-სთან ახარ, გადაჯაჭვული, რუსულ ესე თქვა, რაღაც მაფიოზურ სტრუქტურებთან ახარ, გადაჯაჭვული და იქ ფულს აკეთებ. კი, მაგრამ ეს არ არის ბიზნესის კეთება. ეს არ არის სამუშაო ადგილების კეთება. ეს არ არის მდგრადი იდეიდან, ესე თქვა, რაღაცა მიზნამდე სიარული. ამ კაცს არ აქვს, პირდაპირ თქვა, ამ ადამიანს არ აქვს ხედვა ქვეყნის განვითარების. და 12 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ 12 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ქვეყანაში არ განხორციელდა არაფერი სერიოზული, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ესე თქვათ, წინ წაწევდა. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ რაღაც გეგმებზე და უამრავი გეგმა არსებობს, მაგრამ ეს ადამიანები თავისუფალი ადამიანების დევნით და მათი დაპატიმრებით არის დაკავებული, მაგრამ ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ გეგმებზე, მაგრამ ქართული ესე თქვათ, ოცნების, რომელმაც პრაქტიკულად ადამიანებს დაუკარგა სიტყვის ხსენების სურვილიც კი. მათი გაშვების გარეშე ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიძახი, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ესე ქვეყანა ვერ გააგრძელებს ვერც საერთაშორისო ასპარეზზე, ვერც შიდა განვითარებას. აი მე მარტივი კითხვა რო დავსვათ, აი გიორგი, მე მინდა მივმართო ჩვენ მაყურებელს, რა შეიცვალა ადამიანების ცხოვრებაში, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში არჩევნებიდან დღემდე ქართული ოცნების პირობებში. რა შეიცვალა, პენსია მოიმატა, ესე თქვათ, რამე სამუშაო ადგილები გაშა, არა. ყველგან იზოლაცია მოხდა, ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა ყველგან დასანქცირებულია, ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა არ არის სასურველი სტუმარი არც ერთ ფორუმზე, არც ერთ ინვესტიცია არ შემოსულა ამ ქვეყანაში და არც შემოვა მათ ხელში, იმიტომ რომ მატყუარა და ესე თქვა რუსების მონა მთავრობას არავინ არ დაელაპარაკება 21 საუკუნეა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს ცემენ პატივს და აი მე პირობას გაძლევთ რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება არ ჩემი მხრიდან, არ ჩემი მეგობრების მხრიდან, აუცილებლად გაგრძელდება ქუჩაშიც, ყველა ტრიბუნაზე, საერთაშორისო ასპარეზზე. რადგან არჩევნები ახსენეთ და მოგვიანებით მინდა რომ ნარკოპოლიტიკაზეც კითხოთ, მაგრამ რადგან არჩევნები ახსენეთ, ხელისუფლების რეჟიმის მიერ აქტიურად ხელშეწყობილი არის დისკუსია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის თაობაზე. ეს მარტო მათი მხრიდან არ არის, ოპოზიციის გარკვეულ სეგმენტებშიც არსებობს სურვილი, რომ ამაზე საუბარი შეიძლება უკვე დროული იყოს, მაგრამ ვადევნებთ რა პროპაგანდისტულ მანქანას ამ მიმართულებით მათი მოწადინება სრულიად ცხადია, მე როგორც ფაქტს აღვნიშნა, უბრალოდ მოვალე ვარ დაგისვათ ეს შეკითხვა, როცა თქვენ საუბრობთ მომავალ არჩევნებზე, კონკრეტულად რას გულისხმობთ, რომელ არჩევნებს? ახალ არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყანას ახალი არჩევნების ცენტრალური არჩევნებს გულისხმობ. ცენტრალური არჩევნების ჩატარების გარეშე ამ ქვეყანას მომავალი სამწუხაროდ არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის უკან. ჩვენ არა ვართ ასოცირებული არც ერთ ნორმალურ ქვეყანასთან უკვე. არც ერთ მითხარით ვინ ხვდება ეგრეთ წოდებულ მთავრობას. ეს სპეციალურად დადგმული რაღაც სურათებს რო იღებენ, ეს არ არის არც საგარეო პოლიტიკა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო იმ ელჩებს. რას აკეთებენ ჩვენი ელჩები? ჩვენი დაფინანსებული ელჩები. რას აკეთებენ? ევროინტეგრაციაზე, აი ევროპულ ქვეყნებში რო არიან. მე არ ვლაპარაკობ იმ ელჩებზე, ვინც გადადგა და ღირსება შეინარჩუნა და გაემიჯნა მთავრობას, მაგრამ აი ამხელა შტატები რო გვაქვს და ამხელა დაფინანსება რო აქვს. რას აკეთებენ ეს ადამიანები ქვეყნის სასარგებლოდ? აზიისკენ მივდივართ? თუ რა პოლიტიკას ატარებენ, რა დიპლომატიას ატარებენ? ამაზე ყველას პასუხი მოეთხოვება პოლიტიკური, რა თქმა უნდა, მაგრამ მოეთხოვება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ანუ ჩვენ ვიხდით ფულს, იმაში ჩვენი მოქალაქეები იხდიან ფულს ერთი მხრივ ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უცხოურ იურიდიულ კომპანიებს გადაუხოდოს 10 მილიონობით რომ მოკლას ეროვნული პროექტები, მეორე მხრივ ჩვენ ვიხდით ფულს დიპლომატებში, რომლებიც კარგად ცხოვრობენ ევროპაში და დადიან კარგი მანქანებით, კარგ ბინებში ცხოვრობენ, კარგად სადილობენ, ერთმა შეარგოს, მაგრამ საქმეს არ აკეთებენ, ანტისახელმწიფოების საქმეს აკეთებენ. მე არ მინახავს არც ერთი საელჩოს ან ელჩის აი ახლა ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში რაღაცა პოზიციის დაფიქსირება.
ესე როგორ შეიძლება ყველა გადაგვარდეს, ხო? ამავე დროს გიორგი საუბარი იყო და არის, მაგრამ ალბათ ვისაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება, იმდენად მოხდა რომ მიიღო კიდეც. მაგრამ რამდენი 10-ულ ასეობით ადამიანზე ვსაუბრობ ჩვენ ახლა, 10-ულ ადამიანზე ვსაუბრობ, მაგრამ აქომით არ შეიძლება რომ დიახ, არ შეიძლება ორი სიტყვით არ თქვა. დიახ, ახლავე ორი სიტყვით მინდა რომ ესე თქვა, ყველა საჯარო მოხელეს, მინდა უთხრა, ვინც გაანთავისუფლეს, რომ ყველა იქნება აღდგენელი. ვინც გამოთქვა პროტესტი, ყველა იქნება ესე თქვა ღირსეულად დაბრუნებული თავის სამუშაოებზე და უკეთეს სამუშაოებზე. და პოლიციელს მინდა მიმართო, რომ მე არ ყველას ერთ ქვაბში არ ყური, უამრავი, მე უმეტესობა მე მიმაჩნია, რომ ძალიან პატიოსანი ადამიანები ყო ჩვენ პოლიციაში და ძალოვანში, მაგრამ სიჩუმე როცა შენი კოლეგები დანაშაულს ჩადიან, შენს დანაშაულის თანამონაწილეც ხდის. ამიტომ მეგობრებო, ჩემი პატივისცემა ყველა ფორმიან ადამიანს, ყველა ჯარისკაცს, ყველა ოფიცერს, მაგრამ ქვეყანა ესე თქვა, უბსკულის პირას არის. არ შეიძლება თქვენ ტყუილში წახურობდეთ, თქვენ მუნდირს არ შეიძლება ამხელა ამდენი შეურაცხყოფა მიაყენოს ვიღაცა, რა ქვია, ხარებამ და ვიღაცა კრიმინალებმა. არ შეიძლება, მეგობრებო, ეს. თქვენი წოდებები, ესე თქვა, კაპიტნების თუ პოლკოვნიკების თუ გენერლების ესე როგორ არის? ბატონო მამუკა, ცოტა დრო დაგვრჩა და ბოლო კითხვა დაგისვა. უკავშირდება რეჟიმის მიერ ინიციირებულ ახალ ცვლილებებს კანონში, რომელიც ითვალისწინებს ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას. პირობითად რო დავარქვათ ამას ასე. თქვენ იმიტომ გისვათ ამ კითხვას, რომ პრინციპში გასულ საპარლამენტო არჩევნებში ლელო და ძლიერი საქართველო იყო ის, რომელსაც თუ არ ვთქვი სამ მთავარ პრობლემასა და საპასუხო პროგრამულ პრიორიტეტს შორის ჰქონდა ეს შემოტანილი და ეს არის კიდეც რა თქმა უნდა ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაც არის, პრობლემაც არის, კრიმინალიც არის და ასე შემდეგ. როგორ უყურებთ რეჟიმის ამ ინიციატივას, რადგან ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელსაც სტახანოვური ტემპით იღებს რეჟიმის პარლამენტი, როგორ წესი მიმართულია ახალი დამატებითი ინსტრუმენტების გასაჩერად პოლიციური რეპრესიული რეჟიმისათვის ხელში მისაცემად. აი თქვენ როგორ აფასებთ ამას და არა მარტო ამ მათ ინიციატივას, არამედ ზოგადად ამ პრობლემას. გიორგი, უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა ნარკოპოლიტიკის მხრივ. ჩვენ გვეღუპებიან ახალგაზრდები, მე არ შემხვედრი არც ერთი სოფელში ადამიანები, ვინც ამ პრობლემას წინასაარჩევნო დროზე დავდიოდი და ეხლაც, როცა შეხვედრები გვაქვს, რომ ეს პრობლემა არ აწუხებდეს მშობლებს. ესე იგი, ქვეყანა წალეკილია ყველანაირი ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით. 12 წელია არიან ესენი ხელისუფლებაში. რა გაკეთდა? არაფერი, იცით რატო? იმიტომ რომ ამ ნარკორეალიზაციაში ესენი არიან ჩარეულები. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და ძალოვანები არიან ჩართულები, თორე ვინ მიცემს უფლებას ესე ამდენ, ესე თქვა, ტრანზიტის გატარებას და ამხელა დისტრიბუციას ქვეყნის მასშტაბით. ეხლა ეს რაც შემოიღეს, პირდაპირ მინდა გითხრათ, ეს არის ბლეფი, ეს არის ფარსი. უბრალოდ მათ წაიკითხეს კვლევებში, რომ ნარკო მდგომარეობა და ნარკომანია ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს, იმიტომ რომ შვილები ეღუპებათ და გვეღუპებათ, ჩვენი შვილები არიან ისინი ყველა და მიუხვდნენ, რომ რაღაცა ზომა უნდა მიიღონ, მაგრამ როგორც ანტიკორუფციული სამსახურის შექმნეს, რომელიც ემსახურება ხელმძღვანელი ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს და არც ერთი კორუმპირებული მაღალჩინოსანი არ გამოულენიათ, არც ერთი არ გამოულენიათ. როგორ შეიძლება პრემიერს ესე თქვა ექვემდებარებოდეს ანტიკორუფციული ხელმძღვანელი? ეს ხო სისტემის ნაწილია. არც ერთი კორუმპირებული ადამიანი და ჩინოვნიკი არ გამოულენიათ. ისე იქნება ეს. იმიტომ რომ მათ უკვე გადანაწილებული აქვთ შიდა ბაზარი, ტრანზიტი, აკეთებენ უზარმაზარ ფულს ჩვენი შვილების სიცოცხლის და სიკვდილის ხარჯზე. ამიტომ ეს არის ბლეფი, როგორც არის ბლეფი თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი. მისი შეთითხნილი და აი შეკოწეწებული ბოდიში ამ სიტყვაზე ბანდა, რომელიც ემსახურება სხვა ქვეყანას, როგორი ნამუსი უნდა კონდეს, რომ გერქვა საპატიო თავმჯდომარე ეგრეთ წოდებული მართველი პარტიის და დასანქცირებული იყო დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სხვა ქვეყნის აგენტობაში. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? შინაგან საქმეთა მინისტრი მაგნიცკის სიაშია მოხვედრილი და ამას ქართული საზოგადოება პირველ რიგში ქართული ოცნების ამორჩეველი ნორმად მიიჩნევს. ბიძინა ივანიშვილი არის აგენტობაში დასანქცირებული
ქართველებს ხარ დაუსანქცირებიათ, იგი შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა აგენტობაში, ხალხო. ამიტომ ეს არის სულ ბლეფი, ამათ ფულის კეთების. მე ერთი დღე მინდა წარმოვიდგინო, როცა ნამდვილად გვეყოლება ესე თქვა სასამართლო, სხვადასხვა სააკაშვილს მიუსაჯეს, პრეზიდენტ სააკაშვილს მიუსაჯეს, ესე თქვა 9 წელი პიჯაკების გაფლანგვის საქმეზე, ხო? მილიონები აქვთ მოპარული და ჩვენ ვიცით რომ თავის შვილს წინა პრემიერი იმას აქვს საკუთარი თვითმფრინავით, სახელმწიფო თვითმფრინავით ამგზავრებდა იმაში. მე ველოდები, როცა გაიხსნება გრიფით საიდუმლო, ეს საქმეები და ეს ყველა ეს ადამიანი წარდგება ესე თქვა მარცაჯულების, ნამდვილი მარცაჯულების წინაშე. თორე პრეზიდენტების წინააღმდეგ გიორგი ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვინახავს საფრანგეთშიც, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის მიმართ რამდენი ესე თქვა საქმე იყო აღძრული, მაგრამ იქ არსებობს ერთი რამ. იქ არსებობს განცდა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და დღეს რასაც აქვს საქმე. წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი კლანი, რომელიც გადმოიბერა ბიძინა ივანიშვილმა, ის სასამართლოს წინა ხელისუფალს. ამას ჩვენ შევცვლით, თორე რო არ შევცვალოთ, მურუსიძე იქნება პირველი, ვინც ბიზნესს დაიჭერს. გარანტიას გაძლევთ. მაგრამ ამას შევცვლით ჩვენ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ვერ განვითარდება. უნდა დაგემშვიდობოთ, მადლობა გადაცემაში. მადლობა თქვენ და ბოდიში აღელვების კი, მაგრამ ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს განვითარების. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ყავს, არაჩვეულებრივი და რითი ვარ დაკავებულები. 21 საუკუნეში იმის მაგრად რომ ინოვაციები, სამუშაო ადგილები და დემოკრატიულ სამყაროსთან რაღაცა საერთო საწარმოები და მეცნიერება განავითაროთ, ჯანმრთელობა ჯანდაცვა განავითაროთ, განათლება განავითაროთ, რითი ვარ დაკავებულები? რითი? რომ არჩევნები არ ჩატარდეს ახალი ერთხელ რომ სამუდამოდ რომ ხალხმა ამოისუთქოს და მიხვდეს რომ ვისაც აირჩიოს მე აირჩიოს და ის იყოს მართველი, მაგრამ ესე ქვეყანა მიდის უბსტულისკენ და ამის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი და თელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და მაგას პირდაპირ გეუბნებით ძალიან სერიოზულ პასუხს მოთხოვს ქართველი ხალხი აუცილებლად, იმიტომ რომ ესე ღალატი ქვეყნის არ შეიძლება რაღაც ის აკეთებს თავის ოცნების ბანდასთან ერთად. დიდი მადლობა გიორგი ხაზარაძე, ძლიერი საქართველოს და ლელუს ლიდერი გვერდთვებოდა, მას დავემშვიდობოთ.